ამერიკელი პოეტი და ფილოსოფოსი ჰენრი დევიდ თორო ქალაქს მიიჩნევდა ადგილად, სადაც მრავალი ადამიანი იყო ერთად მარტოსული. ამ სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი. ჩვენს დროში კიდევ უფრო გაღრმავდა მარტოსულობის პრობლემა. არადა თითქოს სოციალური მედიის საშუალებით უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქოს უფრო ადვილია ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირება, მაგრამ ეს მხოლოდ ურთიერთობების ილუზია და შესაძლოა მარტოობა ახალი პანდემია, რომელიც კაცობრიობას ემუქრება. კარგი ამბავი ისაა, რომ ის ვინც ქრისტიანია, ის ვინც ღვთისმშობელია, მარტო არასოდეს არ არის. გახსოვთ რა უთხრა ანგელოზმა იოსებს? აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს, რაც თარგმნით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. ერთი წუთით დაფიქრდით, ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მორწმუნეები არასოდეს ვართ მარტო. ჩვენ უფლის ოჯახის წევრები ვართ, როგორც მოციქული პავლე წერს. ამიტომ თქვენ უკვე აღარ ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთისმსახლეულნი. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო გვეუბნება, არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. რა პრობლემის წინაშეც არ უნდა იდგე დღეს, შენი ზეციერი მამა შენთან არის.